თემა მინდა ახალი დავიწყო. ესე იგი დიდი ხნის წინ დაგვირდით რომ ამ თემაზე ვილაპარაკებდი და ესე იგი ახლა აი დაგვიდგათ რომ მაგ თემას შევეხოთ. ეს არის რა თემა, იცით? ეს არის აი ფართო განათლების თემა, ფართო განათლების. ესე იგი ჩვენთან ეს პრობლემა დგას უმძაფრესად, მეტი რო არ შეიძლება. ესე იგი დაახლოებით ესე იდგა მე-19 საუკუნის ამერიკაში ესეთ მძაფრად ეს განათლების პრობლემა. აი განათლების პრობლემა პერიფერიებს ეხება, სოფლებს ეხება, იმას სადაც ესე იგი ვერ მიწვდა ცივილიზაცია ხალხს და რასაც ნუ აი მე ჩემ იმაში Facebook-ის პრაქტიკაში ვეძახი 500 და 600 სიტყვიან ხალხს და რო აი 600 სიტყვაში ლაპარაკობ, მეტი მათ არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მეტი თემებიც არ უჩნდება თავში, სადაც შეიძლება იხმარო მეტი სიტყვა. ამაშია საქმე, ეს არის უდიდესი, აი ალბათ 60-70% ესე იგი ჩვენი მოსახლეობის ქართული არის ესეთი. აი რომლებიც აი ესე საუბრობენ, ესეთი შეზღუდული იდეების რაღაცა ტერიტორია აქვთ და იმისთვის საკმარისი არის აი ის, რასაც თქვათ აი არ ვიცი რაღაცა აი საწყისი განათლება, აი რაღაცა ყველაზე უფრო ფუნდამენტურად საჭირო სიტყვების ცოდნა და მეტი არაფერი ესე იგი აღარ არის საჭირო, აი ესე მეტყველებენ. ამიტომ ესე იგი ესეთი სიტუაცია იყო ამერიკაში სადღაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ესე იგი რაღაც ამ ინდუსტრიული რაღაც რევოლუციის ამბებში და რაღაცაში ესე იგი მუშათა კლასი იყო სასწაულად დაკავებული, ესე იგი მუშის დრო იყო ძალიან მაღალი, რაღაც 14 საათამდე მუშაობდნენ და ნუ ძალიან რთული იყო რა, რომ რაიმე სხვისთვის დაეთმო დრო. და ამავე დროს ინსტიტუციონალურადაც არანაირი ესე იგი რაღაცა სკოლები და ის არ არსებობდა უკვე ნუ აი დასრული ადამიანებისთვის, ესე იგი ბავშვებისთვის იყო ეს და იყო მდიდრებისთვის, იმიტომ მდიდრებს მოცალეობაც ჰქონდათ და შეეძლოთ ესე იგი რომ განათლება მიეღოთ უნივერსიტეტებში, სადაც აიყვი და ამავე დროს ბავშვებს ნუ ჰქონდათ სკოლის საშუალება და სკოლიდან მერე ვთქვათ საუკეთესოები წარჩინებულები უნივერსიტეტში მიდიოდნენ, მაგრამ უზარმაზარი მასა ადამიანების იყო უბრალოდ გაუნათლებელი. აი რაც ჩვენთან ხდება დაახლოებით ეხლა, იმიტომ რომ არავის არ ეცალა ადამიანებისთვის, არავის არ ეცალა განათლებისთვის, ესე იგი არავის არ ქონდა ესე იგი იმის სურვილი და რაღაც შინაგანი აი რაღაც მოძრაობა რომ ესე იგი რომ თავარი სახელმწიფოსთვის, თავარი ქვეყნისთვის არის ის რომ იყოს განათლებული მასა, ესე იგი ამაზე არავინ არ ფიქრობდა, იყო აი ზემოთ რაღაცა ბრძოლა, ვინ წაიღებს თქვათ ვინ ჩადგება მთავრობაში, ვინ მივა მთავრობაში, ვინ იქნება ხელმძღვანელი, ვინც არა და ეს ოპოზიციაში გადადიოდა და იყო მარტო იმაზე მობილიზებული, რომ აგინოს მეორე მხარეს, უპოვოს ხინჯი, რამე თქვა ცუდი, ესე იგი და არა იმაზე, რომ თქვათ, ვინც თulis რომ პროგრესულია და ვინც თulis რომ მისთვის აი იგი წარმოადგენს პროგრესს და ცივილიზაციას, როგორ თქვათ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციას ესეთი წარმოდგენა აქვს. თავის თავზე რომ ის წარმოადგენს ცივილიზაციას, აი დასავლურ ცივილიზაციას და დასავლეთის გზა მაგას ნიშნავს. ხო, ესე იგი რომ ესე იგი ხალხი აზიარო დასავლეთს, ხო? ჩვენთან დასავლეთი როგორ ესმით, ხო მიცით არა, ეს არის რაღაც, აი ბევრი კარგი საგნები რა, ეს არის დასავლეთი, ბევრი კარგი საგნები, გაჯეტები, რაღაცები, რა ვიცი, კარგი ლაბადა, კარგი ჩასაცმელი, მანქანა კარგი, აი ეს არის დასავლეთი, მეტი დასავლეთი არაფერი არ არის, ესე იგი აი ის რასაც ქვია რაღაცა სულიერი, რაღაცა დიდი, უზარმაზარი, რაც დააგროვა დასავლეთმა კულტურულ სულიერი ფასეულობა, ხო? ეს საერთოდ არ იციან, საერთოდ აზრი არ არის რა არის და ამიტომ ესე იგი ვთქვათ დღეს ეს ივანიშვილი და ოცნება ძალიან ადვილად არწმუნებენ იმაში, რომ დასავლეთი არის მარტო ეს არის აი ორგია, პიდარასტები, რაღაცა სექსუალობა, აი ეგეთი რამ. ესე იგი აი ესეთ წარმოუდგენელ ბარბაროსულად პრიმიტიულ იმეჯს ესე იგი ამყარებენ დასავლეთის და ვიღაცასთან სოფელში რომ მიხვალდა თქვათ ეთქვი რომ აი რაღაც დასავლეთი და მაგათი პიდარასტი და ეგ ჩვენ გვინდა ეგა და რაღაცა და ამ დროს ესე იგი რაღაც ის რაც რუსეთზე უფრო გარყვნილი ხო ქვეყანა არ არსებობს, ესე იგი ვერ წარმოიდგენთ ეს რა გარყვნილობა რაც არის რუსეთი თავისი პრინციპით რა, ესე იგი ეგ დგას სექსუალობაზე, რუსეთი დგას სექსუალობაზე, თვითონ ის რაც ეხლა მოხდა ეს რომ ამბობენ რომ ვთქვათ ეს პერესტროიკა და რაც მოხდა, მაგაც ეძახიან რომ ესე იგი მაგის დრაივი იყო რა
ესე იგი, სექსუალური დრაივი იყო რა, იმიტომ რომ სექსი არ არსებობდა საბჭოთა კავშირში და სექსუალურმა დრაივმა გადაატრიალა, ესე იგი, ეს მთელი ეს სისტემა, ამაზე სერიოზული, ესე იგი, სტატიები და კვლევებია დაწერილი. და ესე იგი, ის რომ ესე იგი, საშინელი ლტოლვა არის, თქვათ, რუსეთში, აი ესეთი სექსუალობის და ვინც ცხოვრობს, თქვათ, რუსეთში და უცხოვრია და ახლა ბევრჯერ ყოფილი და ვიცით რაც არის. რუსეთი ეს არის რა, იცით, აი როგორმე გამოძრე სიტუაციიდან რომ თქვათ არ იმუშაო და როგორმე ჩავარდე სიტუაციაში, შეიძლება იყოს ალკოჰოლი და სექსი. აი ეს არის მთელი, აი სოფელშიც ესე ცხოვრობს ადამიანი და ესე იგი ქალაქშიც ესე ცხოვრობს ადამიანი. ამ დროს დასავლეთ საერთოდ არ აქვს ეგეთი რამე, ესე იგი ის რაც თქვათ, რადგან არის საერთოდ ლაპარაკი და რადგან არის სულ ბჭობა რომ აი ჩვენ ქართულ რეალობას ვამბობ, აი უბრალო ადამიანის რა, რიგითი ქართველის რომ რაღაც აი დასავლეთი ესეთი გარყვნილია და რაღაცა და ისა და ესა, ეს არის სულ შექმნილი ესეთი იმეჯი. ეს არის რუსები, რომლებიც ქმნიან ასეთ იმეჯს და ესე იგი თავის ხალხისთვის და გარემოსთვის, აი ქართველებისთვის და მე გადმოტანილი, გადმოთარგმნილი ესე იგი ჩადებული ეს და ეს ქალია, კაცია და აი ესეთი სიგიჟეები რა, რომ თურმე ეს არის რა მთელი ცივილიზაციის სახე. ხო და რა არიცით, ასეთი გაუნათლებელი ადამიანების მანიპულაცია ძალიან ადვილია, ძალიან. ესე იგი, რასაც გინდა იმას ჩაუდებ თავში ფაქტიურად აეტყვი ესია, მე რაღაცა ყველა მოვლენას და რაღაცას თავისი ლოგიკა აქვს, იმ ლოგიკას გამოიყენებ და ამ ლოგიკის მონა თანამედროვე ადამიანი და ესე იგი უგდებს ყოს და მორჩა ის სისტემა უკვე აიღო, წავიდა სახში უკვე ესე იგი როგორც მოკოქილი რა, მთლიანი ტვინი აქვს უკვე მოკოქილი რაღაც გარკვეულ რაღაც იდეოლოგიით რა. აი ეს გააკეთა ზუსტად ამაზე იმუშავა ოცნება გაუნათლებელ ხალხზე. ესე იგი ერთადერთი რიჩით შეიძლება ვთქვათ ბრძოლა ამასთან, ეს არის ხალხის განათლებით. მეტი არაფერი ვერაფრით ვერ მოიგებ რა ამას გეუბნებით, რომ ესე იგი კიდე 4 წელი და სულ წააგებს ოპოზიცია და ესე იგი ვიქნებით განადგურებულები, იმიტომ რომ აი ეს უბრალო ხალხი, ვინც მიდის და ვინც არის მთავარი ამომრჩეველი, ესე იგი 70%, ესე იგი ისინი აყავთ მოკოქილი. ამასთან ბრძოლა ერთადერთი ვიმეორებ შესაძლებელია განათლებით. რას ნიშნავს ეს განათლება? ეს არ არის რაღაც არითმეტიკა, მათემატიკა, ქიმია და რაღაცები ასწავლო, რა თქვენ ესე იგი უბრალო ხალხს ტვინში აქვს ესა განათლება ეგ არის. განათლება ეს არის, რომ შენ აზიარო ცივილიზაციის პრინციპებს. ესე იგი, რაზე დგას ცივილიზაცია? რა კულტურა მოაქვს ცივილიზაციას? რა არის ცივილიზაციის კულტურა? საით მიისწრაფის ეს ყველაფერი? და ესე იგი, რაში უნდა განვითარდეს და რაში უნდა ჩამთავრდეს ცივილიზაცია? და ამ ცივილიზაციას ემსახურებოდა ქართული კულტურაც, ესე იგი, მთავარი წარმომადგენლები, ვინც ყავდა ილია, აკაკი, ვიღაცა, ვინც გიყვართ, ვისი ქანდაკებები დგას და რაღაცა, ყველანი ესენი ემსახურებოდნენ სწორედ აი ამ ცივილიზაციას, დასავლურ ცივილიზაციას. მეტი ცივილიზაცია არ არსებობს. ესე იგი, სტაგნაციური ფორმებია კულტურის სხვა ქვეყნებში, სადაც არაფერი არ ვითარდება. და თუ რამე ვითარდება სწორედ დასავლური ცივილიზაციის ხარჯზე. რაც ახლა ჩინეთში ხდება, ეს არ არის ჩინური მოვლენა, ეს არის დასავლური მოვლენა. δηλαδή მთელი ტექნოლოგიები, ყველაფერი რაც აითვისა ჩინეთმა და თქვათ ახლა ამბობენ რომ ძალიან წინარიო წასული რა ძალიან ეჭვი მეპარება, მაგრამ ესე იგი რაღაც თითოეულა მაგალითები და რაღაცები არ ნიშნავს რომ ესე იგი სახელმწიფო არის წინ წასული და თვითონ ეზიარა უკვე ამას. ასე არის ესე იგი მუსლიმური ქვეყნებიც, ესე იგი ზუსტად იგივე სიტუაცია, ესე იგი ყველგან იაპონია ყველაზე უფრო ძლიერი, ყველაზე უფრო ღირსეულად ვინ ტრადიციაზე დგას, ეს არის იაპონური კულტურა. იაპონიაშიც იგივეა. ესე იგი ეს არის უსასრულო დაწაფება ცივილიზაციაზე, დასავლურ ცივილიზაციაზე. ესე იგი წამოღება მაგათი მიღწევების ეს იქნება მეცნიერებაში, კულტურაში, ყველგან. ესე იგი იაპონელი ახალგაზრდობა ღერის პანკს, როკ-ენ-როლს, ყველგან, ჩინეთში, ყველგან, მაგალითად ჩინური ხელოვნებამ იმის დროს, რა ქვია, ესე იგი ამ ჩვენი კოვიდის დროს წაიღო მარკეტი დასავლური.
ესე იგი რა ხელოვნება თანამედროვე ხელოვნება და ეს ზუსტად ის არის რაც არის დასავლური ხელოვნება ესე იგი ეს არის აი განიმსჭვალა მაქსულით რატო ხდება ეს იმიტომ რომ აი ესეთი ძლიერი ესე იგი ტენდენცია არის აი ცივილიზაციას ისეთი ძალა აქვს რომ მონუსხავს ყველა ადამიანს იმიტომ რომ ხედავ რომ აქ არის პროგრესი ეგ არის პროგრესი და ეს ჩანს რომ ეს არის კვლევის ეს არის შემოქმედების და ეს არის აი რაღაცა ძალიან სერიოზულ ფუნდამენტზე დამკვიდრებული ესე იგი ცივილიზაცია რომელმაც ეს გაიხადა ფაქტიურად ესეთ მონუმენტური მნიშვნელობის დინამიკად რომ აი ჩვენ უნდა დავძრათ აი ეს რასაც ქვია ჰუმანიზმი, დემოკრატია, კულტურა, რომელიც ჰუმანიზმს და დემოკრატიას მოიცავს ამ პირიქით და ესე იგი უნდა შევქმნათ მომავალი აი ამაზე დამდგარი და უნდა განვახორციელოთ ეს მომავალი. ეს მომავალი მოხდა ისე რომ არა მარტო რომ სასწაული კულტურული მიღწევები აქვს თქვათ დასავლეთის აი ამ ცივილიზაციას ხო ის რომ არაჩვეულებრივი ბლოკი შეიქმნა თქვათ შემოქმედებითი ნაწარმოებების კულტურაში ეს იქნება ფერწერა, ეს იქნება ინსტალაცია, ქანდაკება, ობიექტი, ეს იქნება მუსიკა, თანამედროვე, ეს იქნება თქვათ, რასაც ვეძახით, პოპ მუსიკა ხო, რომელიც ასეთი დაიპყრო მთელი ქვეყანა და მთელი სამყარო და ყველაფერი. ეს იგი აი ეს ყველაფერი ისე არის აგორებული ლიტერატურა თანამედროვე ხო, რაც ნუ რაღაც უმაღლეს დონეს მიაღწია ხო დასავლურ ცივილიზაციამ სწორედ ლიტერატურაში ხო და ეს იგი რა მინდა გითხრათ რომ აი ამას ყველაფერს არის მოკლებული ქართველი აი ეს ორიგინალური ადამიანი რა, ვინ აი ქართველი რა, ეს რიგითი ქართველი სრულიად მოკლებულია, არაფრის აზრი არ არის რა ხდება. ეს იგი ის რაც დაძრავ თქვა ილიამ და რაღაცა ის გაქვავდა და გათავდა. ეს იგი ის აი ჩაბეტონდა. ეს იგი მოძრაობა და იმის შემდეგ რაც ილიამ შემოიტანა თქვა და აი რაღაც აზრი იყო რა არის დასავლური ცივილიზაცია და უნდა და ეს შემოიტანა ხო ყველა გაგებით, და ეკონომიური გაგებით, იქ ბანკიო, იქ ისაო, იქ განათლება, ყველაფერი ერთად უნდა და როგორც კომპლექსური დიდი მოვლენა შემოიტანა, აი ესევე ჩაქვავდა. მერე ჩვენ არ ვიცით რა მოსდის საერთოდ დასავლეთს, არ ვიცით. ინდივიდებმა იციან, ვიღაცებმა იცით ძალიან ცოტა და თვითონ აი ეს შინაგანი მოძრაობა, რაც უნდა იყოს, ესე იგი აი ამ ცივილიზაციაში, ეს პრაქტიკულად არავინ არ იცის. ესე იგი, ნუ აი რაღაცის აზრი არიან თქვა ტერიტორიალურად, თქვა ცოტათი ვიღაცა ერკვევა თქვა დასავლეთის ხელოვნებაში, ვიღაცა ერკვევა თქვა რაღაცას იმაში, რა ქვია, მეცნიერებაში დასავლეთ, მაგრამ მთლიანი ტენდენცია აი რას ემსახურება ეს დასავლური ლიბერალიზმი, რა არის ეს ლიბერალ, რა არის, რას ნიშნავს ეს თავისუფლება, გამონთავისუფლება, ეს არავინ არ იცის, არავინ. და ესე იგი ლიბერალიზმი თუ იღებს რაღაცა ფორმებს, ან ესეც, ან ისეც და თავისი ექსცესები აქვს და თავისი მინუსები აქვს და რაღაცა, ამის გარშემო გურდება რაღაცა დისკურსები და მე ეს ედება მთლიანად ცივილიზაციას. და მოკლედ აი ესე აყალბებენ სურათს, ესე იგი სურათს და ის რომ ესე იფურჩქნება დასავლეთი, არა რომ ცივილიზაცია იფურჩქნება, ესე იგი ხახნუ მე ვცხოვრობ 30 წელია გერმანიაში, ვცხოვრობ 30 წელი, არა, მეტი რასის 38 წელია, ესე იგი აქ ვცხოვრობ გერმანიაში, მე ევროპაში ვცხოვრობ, ხო? სულ მოგზაურობდი და სადარ მიცხოვრია, ხო? ესე იგი გამიგეთ რა, მე ვიცი ძალიან კარგად როგორ ცხოვრობს ყველა კლასი, რაც კი არის ბურჟუაზიული ვიცი, როგორ არის ძალიან მდიდარი კლასი, როგორ ცხოვრობს მუშა, ყველა ვიცი და ყველასთან მქონია კონტაქტი და ყველა შრეზე მქონია გასვლა, ყველა შრეზე. და გეუბნებით რა ხდება რა, რომ ესე იგი მუშათა კლასი, აი მუშათა, ხო, ეს ჯერტი მუშათა კლასს ვეღარც უწოდებ რა, იმიტომ რომ ეს არის აი რაღაც უკვე როგორც რასაც ქვია რა, წვრილი ბურჟუა რაღაც მაგას უფრო გავს რა, თავისი ცხოვრების წესი, თავისი კომფორტით როგორ ცხოვრობს რა, ამიტომ მუშათა კლასი ძნელი სათქმელია ძალიან, ესე იგი ის რასაც თქვა ყველაზე ისეთი რა, ნუ აი რასაც ჩვენ ვეძახდით რა მუშათა კლასს, რომელიც აი რევოლუციური არის ასეთი ისეთი რაღაც აფეთქდება დედასუტირებს, ხო და ეგეთი საერთოდ არ არსებობს. ეგეთი რამე არ არსებობს. ესე იგი მუშას რო უთხრა ეხლა შენ დაიძალე და დავაი ხელში თოპი აი რამე გააკეთე, ესე იგი გერმანელს რა, აი როგორ გაუკვირდება იცით? ესე იგი მუშა აი მაგალითად ხო მე ვიცნობდი ოჯახს რა, ჩემი ახლობლის მშობლები იყვნენ და რომლებიც ცხოვრობენ თქვათ აი რაღაც გერმანულ სოფელში რა. რომელსაც აქვს თავისი სახლი
იმ სახლში რომ შეხვალ, ხო, ესე გავოცდები რა, ან როგორ არის დალაგებული, ან როგორ არის მოწყობილი, ან როგორ თავისი სახლი აქვს, გამიგე? ესე იგი მუშაობს ოჯახი რა. ესე იგი შვილი, დედა, მამა, ესე იგი მე იმ შვილს გამოყოფა უნდა, როგორც ნორმალურად არის დასავლეთში წასვლა უნდა, თავის სახლი ქონდა, მაგრამ რაღაც პერიოდში ესე არის, ხო? ესე იგი ეს ხალხი როგორ მუშაობს? ისიც ეს არის ნორმალური კულტურული მუშაობა, ესე იგი, ხო, ეს არის აგრეგატებით რაღაცა, ხო, ამაზე აღარ გვაქვს ლაპარაკი, ხო? ესე იგი მანდ ეს კოჟრები და ხელი და ისა არ არის, ხო? ეს არის ყოველთვის მაქსიმალური კომიტეტი, რომ სულ მთელი ისა ცივილიზაცია ცდილობს, რომ ადვილი გაუხადოს ცხოვრება, ადვილი გაუხადოს ცხოვრება, ესე იგი ადამიანს რა, ფიზიკური შრომა რაც შეიძლება მოაშოროს. ამიტომ ეს ხდება ყველაფერი ისე, რომ აი ეს ადამიანები არა მაგ მხრივ არიან, ესე იგი ისეთი გზნობა აქვს, რომ სახელმწიფო ზოგადად ძალიან ესე იგი იმაშობა ზრუნავს მათზე, რომ მათი შრომა იყოს მსუბუქი, არ იყოს მძიმე, რომ შეეძლოთ ესე იგი შრომიდან სიამოვნების მიღებაც კიდევაც. ამიტომ გერმანელი მუშა ესე იგი რომელსაც ყავს მანქანა აუცილებლად მიდის დასასვენებლად, კარგად რომ დაისვენოს, ესე იგი თქვა, აი შეეძლოს დახოლში. აი ესეთი რა თავისი ბინა აქვს, ან აქვს სახლი თავისი. ესე იგი აი ეს არის, რასაც მიაღწია ყველაზე უფრო, თქვა, რასაც ჩვენ ვეძახით, იმიტომ რომ ეს ვიღაცებს ყურში ხდება და შტერები არიან ყურში ხდება, თქვა, დაბალი კლასი. იმიტომ რომ ეს დაბალი კლასი არ არის, ეს არის უბრალოდ რაღაც გარკვეული კლასი, ხო? მე არის თქვა რაღაცა აი საშუალო კლასი, ხო? საშუალო კლასი არის, აი ვისაც თქვა მაღალი ჯამაგირები აქვს. მაღალი ჯამაგირი ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია იცხოვრო, თქვა, აი უკეთეს დონეზე, ვიდრე თქვა, ეხლა მე აღწერე, უკეთესი ხარისხის ბინა, უკეთესი ხარისხის სახლი, უკეთესი ხარისხში არის განსხვავება. თორეს კი რამე აკლია, თქვა, რომელიღაცა კლასს, არა, ესე არ არის. ესე იგი, უკეთესი ხარისხი არის და ესე იგი, აი ეს ხარისხის მომენტი კიდე დამატებითად ამას ეძლევა ის, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ აი ფული გადანახული. კიდე, თან ეს არ არის პატარა ფული, ეს არის ისეთი ფული, რომ აი ყოველ თვე შეუძლიათ გადადონ რაღაცა ფული, ეს არ არის შავი დღისთვის, ეს არის აი ისეთი, რომ ნუ ადამიანმა იგრძნოს, რომ ყოველი შემთხვევა ცხოვრებაში, რაც კი იქნება, ეს სიბერე მოვა თუ რაღაცა მოვა, გარანტირებული ექნება, გარანტირებული, რომ ამას ყოველთვის დაძლევს, ესე იგი, ადვილად და ისა იმიტომ რომ შეიძლება იყოს ანაბრები კონდეს, შეიძლება რაღაცა, შეიძლება დააბანდოს, შეიძლება, მაგრამ ეს ფული არსებობს და ეს ფული, ესე იგი, აქვს საშუალო კლასს. მე არის მდიდრების კლასი, ხო, რომელიც არის ლუქსუსის კლასი, ესე იგი აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ არა უბრალოდ უკეთესი ხარისხის, ვთქვათ, აი საცხოვრებელი ან რაღაც, არამედ უკვე ლუქსუსის დონის. მაგრამ ლუქსუსი ეს არის ესთეტიკა. ესე იგი, ეს ის არ არის, იცით რა, ვთქვათ, აი მუშათა კლასს, ხო, სიტყვაზე, ხო, რასაც ვეძახით. პირობითია, უკვე აღარ არსებობს ეგ სიტყვა. ფაქტობრივად მუშათა კლასს, რასაც ვეძახით, აი ის როგორ ცხოვრობს, ხო? ესე იგი იცით ის რა აიღო და გადაასახლო ძალიან მდიდარი კაცის საცხოვრებელში, ხო, თქვა, რა 10 ოთახიანი ბინა, რაღაცა ისე უბრალოდ იცი მისთვის იქნება ეს რაღაცა გაუგებრობა რა, იმიტომ რომ რა ჩიტის არც ეგრე აღზრდილი, არც ის არავითარ სარგებელს ამაში არ ხედავს. უბრალოდ მეტი პრობლემა აქვს ამითი, რაღაცა იგივე ეს რაღაცა მდიდარი მანქანა, რაღაცა, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ რა, იცით რომ ღირებულებები არის სხვა, ღირებულებები. ესე იგი, ვიღაცა იტყვის რომ არ მინდა ეგ ღირებულებები, სწორია, მაგალითად ვიღაცა იმას ბერს, ვიღაცა იოქს, საერთოდ არ აინტერესებს ეგეთი ღირებულებები, ხო? ამაში თავის თავადი ღირებულება არ არის, უბრალოდ ეს არის სისტემა ცხოვრების. მე ვცხოვრობ ესე და ესეთი ღირებულებები გამიფორდა. ჩემი მშობლები იყვნენ ვიღაცა იმეთმა ესე ჩამაგვენეს ესე და მე მჭირდება რომ თქვა აი მე რაც მაცვია, ეს კი არ იყოს უბრალოდ ტანსაცმელი, თბილი, მოსახერხებელი და არამედ იყოს ესთეტური, რაღაცა კონდეს აი სპეციფიური. ამაში იხდიან დიდ ფულს, ამაში ეს მიმოცვლა არის ამ დონეზე, ლუქსუსის დონეზე. ხო, აი ეგ არის და ასე ცხოვრობენ, ეს არის სისტემა, უბრალოდ ცხოვრების წესია ეგეთი, ხო?
თქვათ მაგ ზოგიერთმა თქვათ 60-იანებში 70-იანში 80-იანებშიც ესე იგი ბევრმა ბავშვებმა ახალგაზრდებმა თქვენს უარი ამ ცხოვრების წესს აი ამ შოვლების რა ვინც თქვათ აი ამ ლუქსუსში ცხოვრობდნენ რა რომ არ მინდაო თქვენს გამოაცხადოთ აი როგორც მე რო თქვენ ხარ რომ უშუალოდ კლასს რომ გადმოიყვანენ ბინაში აი ძალიან დიდარი კაცი ბინაში არა უხერხულად იქნობს თავს და საერთოდ ვერ მოერგება და არ ჭირდება იგზნობს თავს იმიტომ რომ ის თავი 3 ოთახიანი 4 ოთახიანი ბინას აბსოლუტურად აკმაყოფილებს აი ვიღაცებმა ახალგაზრდებმა თქვენს რომ ჩვენი მშობლები ვერ არიან ჭკუაზე იმიტომ რომ იმას წირავენ ესე კი თავს აი ამ ესთეტიკურ რაღაცა ზეგირებულებებს რომელიც არ არის საჭირო ჩვენ გვინდა რა შევწიროთ თავი რას მოახმაროთ ცხოვრება ჩვენ გვინდა მოახმაროთ ცხოვრება ესე კი რას განათლებას ჩვენ განათლებას საკუთარ თავს განათლებას სულიერებას შემოქმედებას აი ამას გვინდა და გაეცალე მშობლებს გაიცემთ ეს არის აი როგორ დაიწყო კონტრკულტურა ეს არის ჰიპები ბიტნიკები ვიღაცები აი ეს ახალხი ვინც ჩათვალა რომ ცივილიზაციამ გაუხვია რაღაც ცოტა არასწორი კრენი აიღო აი ამ ლუქსუსისკენ და რაღაცისკენ რატო იმიტომ რომ ეგ თავში ქონდათ ყოველთვის მეფეები ვიღაცები ეს გამოშტერებული გაიგებ იმაში ლუქსუსში მცხოვრები არაფრის მკეთებელი ხალხი და ეს იყო რაღაცა იდეალი რა რომ აი ეს არის რა პრინციპულად რაც გვინდა არ ვიშრომოთ და აი ესე ვიყოთ რაღაცა ლუქსუსში რა ეს ცხოვრების წესი შემოტანილი ეს არ არის არც ის რომ რამე ჭეშმარიტებასთან რომ ეგ არის კაკრას ცხოვრება ესე ვერ იტყვი ეგ არის ცხოვრება და ეგ არის კაი ცხოვრება ესე ვერ იტყვი ეს იშტერია უბრალოდ ესე რომ თქვა ეს არის უბრალოდ ცხოვრების წესი აი მაგალითად ვიღაცა ცხოვრობს ესე ხო დილიდან რაღაცა მაგარი საუზმე მე იქ რაღაცა ლანჩზე კოქტეილებით მე რაღაცა მე იახტაზე წამოწოლილი მზის ქვეშ ცივი კოქტეილს სვავს რაღაც პრინციპულად ჩვენი ქართული საზოგადოება ოცნებობს ყველა რა ეს ვიღაცა ეგეთი თუმცა სვეცკები ვიღაცები სულ მაგას უყოს სულ მაგას ბაძავენ ესე უჭირავთ კოქტეილი ესე უჭირავთ რაღაცა ხო ეს არის ესე იგი რაღაც ფორმა არის ესეთი რა ობზეზიის ფორმაა ესე იგი მე რომ დამაჯინო იმ იახტაზე ვთქვათ ხო გავგიჟდები რა 2 საათ შემდეგ გავუშვენ რა უნდა ვაკეთო ერთი სავალიდან მეორეში გადავჯდე მე ცივი კოქტეილი დავლიო მე რაღაცა ჩავრთო რაღაცა სირობას მოусმინო მე კიდე და აი გავუშვენ ხო აი ამაში არის საქმე ესე იგი ცნობიერება საზღვრავს ყველაფერს ამიტომ რა ცნობიერებითაც შედიხარ ცხოვრებაში ის ცნობიერება შენ გეხმარება რომ ესე იგი აირიდო რაღაცა შემოთავაზებული ტიპები ცხოვრების სისტემების და შენ იყო შენ ადამიანი აი ესე იგი აი ზუსტად მაგისკენ მიისწრაფი რაც ახლა აღვწერე მე ხო აი შენ იყო შენ ადამიანი აი ამისკენ მიისწრაფის ცივილიზაცია ამიტომ არის რომ თქვა დასავლეთში არის ესე იგი აი ესეთი ისა პრეკარიატი კულტურული ესე ეძახიან კულტურული პრეკარიატი ეს არის ხალხი პრეკარიატი ნიშნავს როგორც თქვა ჩვენთან იყო მაგალითად რო ეძახდნენ რომ აი დეკლასირებული ადამიანი ხო აი ჩვენთან ესე ეძახდნენ ვიღაცა თქვა იმათ ხო პროლეტარიატი რაღაც აი პრეკარიატი დაახლოებით ეგ არის სიტყვის მნიშვნელობა დაახლოებით ეგია შეიძლება პირდაპირაც გადაიტანო მაგრამ კულტურული პრეკარიატი არის სულ სხვა ცნება რომელსაც უდიდესად აფასებდა სარტრი და რომელისთვისაც იბრძოდა სარტრი და რა არის ეს კულტურული პრეკარიატი კულტურული პრეკარიატი არის ადამიანები რომლის ცნობიერებაც მივიდა რომ ესე იგი ვერ არის საზოგადოება სწორ გზაზე ესე იგი აი ის რომ გამოიმუშაო და მოიხმარო არა და რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაო და მე ბევრი მოიხმარო რომ ეს არ არის რაც სწორი ვერ არის რა სწორი ესე იგი და ესე იგი არიან ინდივიდები ახალგაზრდები თავისად იყო ნუ ესეთი 60-იანებიდან იწყება ეს და ეხლა დღესაც ყველგან ეს ხდება რომლებიც იძახიან მე არ მინდა ამაში მონაწილეობა არ მინდა რა ესე იგი კაპიტალიზმმა შექმნა ისეთი შესაძლებლობა რომ ადამიანს შეუძლია რომ რაღაცა ჯობები კონდეს ამ ჯობებით შეძლოს რომ თავისი ესე იგი თავშესაფარი კონდეს თავისი ბინა კონდეს ესე იგი იქირაოსეს ესე იგი ნორმალურად იკვებოს პრობლემა არ იყოს ამაში შეიძლება სიგნის ყიდვა სიდის ყიდვა რაღაცის ესე კომპიუტერი კონდეს რათა ესე იგი არის პროგრამები დაფინანსებები ისინი ამავე დროს რაღაც აი ჯობებიც ისეთი არის რომ თქვა პატარა ბავშვს რომელიც თქვა ვიღაცა სტუდენტს ცოტა უნდა მუშაობა რა 15-18 ევროს უხდიან საათში მაგალითად აი ჩემ მეგობრები სტუდენტები ვინც იყვნენ ხოლმე ეგენი მუშაობდნენ 18 ევრო ქონდათ საათში
საათში 20, 22-იც ჰქონდათ, 24-იც ჰქონდათ. ესე იგი, წაიმუშავდნენ 5 საათს, ჯიბეში ჰქონდათ 80 ევრომდე დაახლოებით დღეში. ხო და აქედან რა შეგვიძლია შეგილია. და აი ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ მე არ მინდა ჩართულობა, მე არ მინდა მე წასვლა რაღაცა პერმანენტულ იმაზე, არ მინდა ვიყო პროფესიონალი და რაღაცა ხო იცი, წავიდე იქ საავადმყოფოში ვიმუშაო დღეში 8 საათი და გამოდი. არა. მე მირჩენია რა ესე სუბუქად ვიმუშაო, კვირაში 3 დღე, 4 დღე, ამითი თავი შევინარჩუნო და მქონდეს საშუალება რომ ჩემ თავზე ვიმუშაო. აი ეს აქამდე მიყავს, ესე იგი აი დასავლურ ცივილიზაციას ადამიანის ცნობიერება თვით შეგნებამდე, თვით აშენებამდე, ესე იგი თვით ესე იგი როგორ იცით რომ ესე იგი რომ ადამიანმა შეძლოს რომ თავისი ცხოვრებიდან ისეთი რამე გააკეთოს, რომ მერე თქვას რომ ესე იგი ხო მე სწორად ვიცხოვრე, მე განათლებას, შემოქმედებას და აი რაღაცა ალტრუიზმს, რაღაცას შევწირე თავი. აი ეს მინდა და უამრავი ხალხი ახალგაზრდა არის აი კულტურული პრეკარიატის ნაწილი და აი ესე ცხოვრობენ. გესმით? ეხლა რა მინდა ამითი გითხრათ? ეხლა უკან უნდა დაუბრუნდე აი თემასთან რა თქვა, განათლების თემასთან, ხო? ესე იგი ეს არაფერი, აი ეს ეხლა მე რაც თქვი, ეს არის აი რაღა ჩანაწერი გააკეთე ის თქო მოკლე რაღაცა აი ეს სისულელე რა. იმიტომ ამის გავრცობა შეიძლება ამაზე შეიძლება სერიოზული ლაპარაკი ხო? ეხლა წარმოვიდგინეთ ხო, რაღაცას მე აქ ქაქანებ ეს არის რაღაცა ლექციაც არ არის ხო? აბსოლუტურად ლექცია რომ მომზადები და მომზადებოდი ლექციის ფორმით რაღაცა და თქვა 2-3 საათი წაგიკითხავთ ლექცია და მოგიტანეთ ბევრად რომ ხმად და საინტერესოდ. ისე რომ დაგაინტერესებდით. გამიგეთ რომ აი რა შეა საქმე. ცივილიზაცია უნდა მიუხვდე რა არის, რისთვის მუშაობს, რა საქმე ხო არ მითქვია, ბოლო რა არის ცივილიზაციის და რისკენ მიწაფის და ტექნოლოგიამ რა მოიტანა, ამაზე არაფერზე არ მილაპარაკია, ხო? მილაპარაკია მხოლოდ ცნობიერება, ესე იგი რითი როგორი გაფორმდა, რა არის და რა ითვლება პროგრესულ სერიოზულ ცნობიერებად და მოიტანა მაგალითად ერთ-ერთი არა ის რაც საერთოდ ხდება, გაიგე შემოქმედებების, თქვა შემოქმედთა წრეებში სადღაცა მოიტანა აი კულტურული პრეკარიატი, რომელიც თქვა როგორც გითხარით, სარტრი ამბობდა, რომ ეგ არის ჩვენი კულტურული ბალასტი. ის კი არის რაღაც გენიოსია და ესე უკრავს და რაღაც და ვიღაც ბურჟუებს მე აგიჟებს და ბილეთი კი $100 მაგის კონცერტზე სადღაცა. არა. ესე იგი, აქ ლაპარაკობდა სარტრი, რომ სწორედ ჩვენი კულტურა ამაზე დგას. აი ამ ადამიანებს, ისეთი აი ესე ჩალიჩობენ თავისი ცხოვრებიდან რაღაც გააკეთონ სულიერი, რაღაცა დიდი, რაღაცა ისეთი რაც თქვათ შეესატყვისება გარემოში, ცოდნას, გარემოში პროგრესს, აი ეს შეესატყვისება, იგი სულიერების რაღაც ფორმა შექმნა თავის თავში და ასე იცხოვრონ. ესე იგი, აი ეგეთი იყო კონტრკულტურა და მაგას აკეთებდა და ესე იგი, აი ბიტნიკებმა დაიწყეს ეგ და ნუ ესე იგი, ვიცით ვინც არიან კერვაკი და ინსბერგი და ისინი, აი ვინც არიან მაგათი მთავარი, ესე იგი მთავარი სულის ჩამდგმელები, ხო? ხო და ეხლა მინდა დაგიბრუნდეთ უკან. ესე იგი, აი ეს მომენტი, აი ეს რომ ესე იგი ვიცოდეთ დასავლეთი რაზე მუშაობს, რა უნდა, რომ ეს არ არის გაჯეტების ქვეყანა, რომ ეს გაჯეტები და ყველაფერი ეს არის მომყოლი, იმიტომ რომ როცა ცნობიერება მუშაობს, რომ რაღაცები ესე იგი აღმოაჩენს მეცნიერებას, მეცნიერება აღმოაჩენს რაღაც შესაძლებლობებს. მე ხდება ამ შესაძლებლობების აპლიკაციის გაკეთება თვითონ სამყაროზე. იქ უცბად ჩდება აი გაჯეტიც, ისიც ხდება ადვილი ცხოვრება. აი ეს ვიღაცა მუშათა კლასი რო ვახსენე, რომ ესე ცხოვრობსო, მაგის შედეგია ყველაფრის. აი ამ ესე იგი თვითკვლევის რისი საშუალებად შექმნა, თქვათ, აი კაპიტალიზმმა ყველანაირად. ესე იგი, ისეთი დოვლათის ფორმა შექმნა, რომ შესაძლებელი გახდა, ესე იგი, აი ესეთი ფორმით, ესე იგი, ადამიანის ცხოვრება, ადამიანის განვითარება, ადამიანის შემოქმედებაში შესვლა და ესე იგი, ჩვენ ვიცით სკანდინავიის ქვეყნები, ესე იგი, რა დონეზე ცხოვრობენ დღეს და რა დონის სოციალური თქვათ, ისა აქვთ გარანტიები და როგორ მუშაობს მთელი ქვეყანა, ესე იგი, აი ეს შექმნა ეს ადამიანისთვის კეთდება. და ამავე დროს მეორე მხრივ მიდის აი ეს სულიერი მუშაობა, ესე იგი, სადამდე და რას ნიშნავს, ესე იგი, აი ეს თავისუფლება. ესე იგი, რა უნდა მოიტანოს საბოლოოდ აი ლიბერალიზმმა, ესე იგი, რა უნდა მოიტანოს, რა ტიპის ცნობიერება, რა ტიპის ადამიანი, ხო? ესე იგი, აი მთელი ენგეიჯმენტით ლაპარაკობ ახლა აქ ესე. ეხლა
ეს ჭკვიანი ხალხი ამერიკაში არსებობდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, რომლებიც მიხვდნენ ამას, რომ ეთიკი ადამიანები არიციან, უბრალოდ აი ესე მუშაობენ, შრომობენ, რობოტები მიდიან, მუშაობენ, შრომობენ, მოდიან სახლში რაღაცა ბავშვებს აკეთებენ, იმ ბავშვებს რაღაცნაირად ზრდიან, ისეც და აი ეს არის მაგის მარტო ცხოვრება და ჩათვალისო ეს სიგიჟეა, რომ ეს ამის აზრი არ აქვს, ეგეც სახელმწიფო რო კონდეს, ხო? და ვიღაცა ორმა კაცმა, აი ესე, ეს იგი ნიუ-იორკის შტატში, გამიგეთ, არის რაღაც ისეთი უცნაური სახელის, ეთქვა ინდიელებისგან მოდის და ჩაუტაუგუა, ესეთი ტბა არის და იმ ტბასთან ქალაქი არის, რაღაც ქალაქები არის, რაღაც ის არის, რა ქვია, ჩეინი, რაღაც და აი იქ დაიწყეს ესე იგი იმისი საკვირაო სკოლების გაკეთება. ესე იგი ჩვენც ვიცით ეგ. საბჭოთა კავშირშიც კი არსებობდა ეს საკვირაო სკოლები რა. ეს ხალხის განათლების სკოლები, მაგრამ აქ სულ სხვა ბაზაზე იყო ეგ ყველაფერი. ესე იგი აქ იყო ბაზა, რომ ესე იგი გაეცნოთ ამ ხალხისთვის რაზე ჩალიჩობს ცივილიზაცია, რაზე ჩალიჩობს კულტურა, აი რა უნდა ამ კულტურას და რაღაცა. ესე იგი თუ კომუნისტებისთვის ეს იყო რაღაცა თვით მიზანი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც იქნებიან ძალიან ჭკვიანი და ყველა იქნება აი ესეთ და ესეთ და გაზრდილი და ნორმალური ადამიანები, აქ იყო სხვა მიზანი, რომ დინამიკა გაეცნოთ რა არის ცივილიზაციის. დინამიკა ვლინდება კულტურაში, დინამიკა ვლინდება იმაში, რასაც კულტურა უკეთებს პროდუქციას. ესე იგი, ეს არის ლიტერატურა, ეს არის მუსიკა, ეს არის რაღაც ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ შემოქმედების ქვეშ მოყვეს, ხო? ესე იგი, ეს არის იგივე ჩვენ მეცნიერებაც ისე, ისეთი პოპულისტურ დონეზე განმარტებული. ამიტომ გააკეთეს ეს სკოლები. ეს სკოლები იყო ისეთი დიდი მგზნებარებით იყო გაკეთებული. და ისეთი მგზნებარებით იკითხებოდა აქ ლექციები ხალხისთვის, გაზეთებს უკითხავდნენ, ხალხი ამაზე კინოებიც არსებობს, აი ნახეთ, კინოში ნახეთ, თუ გეზარება, წაკითხვა და ესე იგი ისეთი მგზნებარებით, რომ ეს გახდა აი უდიდესად პოპულარული ეს საკვირაო სკოლები. ესე იგი დაიწყო ხომ აი ამ რაღაცა ნიუ-იორკის შტატში და ესე იგი რაღაცა 10 წლეულში თუ რაღაცა მთელ ამერიკას მოედო. და ესე იგი ექსპერტების შეფასებით ეს იყო უდიდესი მოძრაობა, უდიდესი და ესე იგი ამბობენ რომ ამერიკაში და ამერიკას უფრო დიდი არაფერი არ შეუქმნიაო. აი ესეთი გამოთქმა არსებობს, აი წაიკითხეთ ეგ ისტორია და ნახავთ მაგ მოძრაობაზე, რომ ესე იგი იმდენად გაიზარდა დონე ზოგადი აზროვნების ხალხის, ზოგადი. ესე იგი, მე რაც წიოდი, თქვა და რას ვამბობდი, 12 წელია ეს ხალხი არის მოსული მთავრობაში, 12 წელი. ხალხი, რომლებიც არის რენეგატები, რა გაუგებარი წარმოშობის ხალხი, რომელიც საბჭოთა კავშირს გვიბრუნებენ უკან აბრუნებენ, პირდაპირ რა, აი ყველაფრით, რეპრესიებით, იმით, ამით, აი რეჟიმია რა, უბრალოდ რეჟიმი. და ოღონდ კი არ წავიდნენ თავის აი მუჯდრები რო არიან თავის რაღაცებად, ესე იგი გვატრიალებენ და გვაბრუნებენ რუსეთში, გვაბრუნებენ აი იმ რაღაცა საშინელ სიტუაციაში, რაც იყო საბჭოთა კავშირში, სადაც ყველაფერი იყო გაკონტროლებული, შემოიტანეს ახლა ვთქვათ აი 1000 რაღაცა კანონი, რომელიც ესე იგი შენ შანს არ გაძლევს, რომ შენ აი ეს თავისუფალი შენი აზროვნება გამოთქვა, შენი ქმედება ჩაიდინო, რაღაც გააკეთო, არ ვიცი, გაყვიდე, პროტესტი გამოთქვა, ყველანაირად ბლოკავენ ყველაფერს, ხო? ესე იგი გააფუჭეს ურთიერთობა დასავლეთთან მთლიანად, უბრალოდ izgoები არიან. izgoი არის ფანტასტიკური სიტყვა რუსულად, გარიყული, გაგდებული რა, izgoები. ესე იგი აგერ ხედავ რომ ხელს არტმევს იქ ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს აგერ იმის წინ ტრამპის წინ და ესე იგი სოფლიოს ყურადღების ქვეშ ცენტრში არიან ამ მომენტში რომ აი ესეთი რამე გააკეთეს რომ ფაშინიანმა თავის წვრილ რაღაც იმაზე უარი ათქმევინა სომეხ ხალხს გაიგე რაღაცა ტერიტორია რაღაცა ოღონდ კი შედგეს რაღაცა სხვა უფრო დიდი წაიყვანა ევროპისკენ ესე იგი უნდა შესვლა ევროპის იმ გაერთიანებაში მოკლედ აი 1000 რაღაც ესეთი რაღაცები ჩაიდინეს, ესე იგი ალიევმა რომელიც არ ყურმოჭრილი მონა ეგონათ, ესე იგი იმისი რა ქვია ამ ჩვენი პუტინასი, ესე იგი უცბად გადაუდგა, ესე თქვა მორჩა, გათავდა, კარგად იყავით, აგერ არის ესე იგი თურქეთი,
აგერ არის თურქეთის დახმარება, აგერ არის თურქეთის ბაზა ახლა გავაშენებთ, ის იქნება ნატოს ბაზა ფაქტიურად, იმიტომ რომ თურქეთი ნაწილია. მოკლედ აი ეს რუსები მოისროლეს რა, ორივე. ჩვენ რა დღეში ვყავართ, ხო იცით, ხო? ხო და ეგრე იქნება, ეგ არ გამოსწორდება საქართველოში. ესე გარედან არავინ არ შემოვა ამერიკული ტანკები და არ გაგანთავისუფლებთ. ეგეთი რამე არ არის. და ჩვენში არ არის დაგროვილი ის რაღაც აი ძალა და ის ბრძოლის უნარი, რომ ჩვენ თქვა რამე სხვა გზებით მოვაწყოთ, თქვა ავიღოთ იარაღი რაღაცა და ამის არ არის, შანსი არ არის და არ არის საჭირო დღეს ამის გაკეთება. მაგრამ ის რომ 12 წელი არიან ესენი და ის რომ ვიცით რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ აი გაუნათლებელ ხალხს აი ამ ესე იგი ორიგინალურ აი ქართველს რომელიც აი ის არის რა რიგითი ქართველი ესე იგი იმას აგიჟებენ აი შლეგს ხდიან შლეგი რამდენი მაგით ნანახი აი თქვა აი ქართველი რო უღებენ ინტერვიუ სოფელში იმაში აი შლეგია რა ნამდვილი ო მაშორეთ აქედან კაცო თქვენ დასავლეთი წაიღეთ ჭირს წაუღია აი ეგეთ ლაპარაკები აი შლეგი ხო და აი ეგრე აშლეგებენ რა და ქართულიო ხო რა არისო იცით არა ესე თამადა ქართული სუფრა ქართული რაღაცა და სიწლისინად გაუმუშავება სირობები რა აი ის არის ქართული თურმე და ის კი არა რომ აი ჩვენ სულში გვაქვს აი ეს მართლაც რომ დასავლური პროგრესი და დასავლური აზროვნების ტიპი და თვითონ ცნობიერება, სულიერება, თვითონ მისი დახვეწილობა, შეხედოთ ამ ფრესკებს, ან რაღაცა იქიდან კი არ ამოდიან. ამოდიან ტრივიალობებიდან, აი ტრივიალობიდან და ამ ტრივიალობებზე აბავენ ამ ხალხს, რომ შენ ხარ ქართველი. ეგ არ არის ქართველი. ეგ არავინ არ არის. ეგ უბრალოდ დაიბადა და გვარი აქვს ქართველის, მაგრამ ქართველი უნდა დაიმსახურო რომ იყო. ესე იგი დაიმსახურო, ხო? ესე იგი ვიღაცა იმსახურებს იმით, რომ აი კითხავს, უყვარს აქ ისტორიას, იმას სწავლობს, ქართულს, რაღაცა, ხო? დაიმსახურა, კი. კაი, ვიღაცამ დაიმსახურა იმით, რომ წინ მიყავს საქართველოს, ისეთი გააკეთა, არ ვიცი, კინოში თუ, ხელოვნებაში თუ, მხატვრობაში თუ სადღაც, რომ აი თითით საჩვენებელია და დასავლეთში ფენენ და დასავლეთში აჩვენებენ და პრიზებს იღებს, რაც ის ქართველია, იმიტომ რაღაცა გააკეთა, ჩაიდინა. გამიგე? ან და რუდუნებით თქვა, აი მუშაობს საქართველოს პროგრესისთვის ადამიანი, ან იბრძვის საქართველოს პროგრესს რაღაცისთვის, ხო? არა. ესე იგი აი ეს ღიპიანი რაღაცა ჩახოხბილი თუ რაღაც ხაჭაპური და ქართველია. არა ხარ ქართველი შენ არა ხარ ქართველი. იმიტომ რომ იძახი რომ მე ქართველი ვარ, შენ ქართველი არა ხარ. ქართველო დამსახურება უნდა და ორდენივით ვერ დაიკიდებ მკერდზე და რაღაც ქართველი გიწერია, არ ნიშნავს პასპორტში რომ შენ ქართველი ხარ. და ამის ღირსი ხარ საერთოდ. ხო და გამიგეთ რა შეასაკა აი ესეთი რეალობა მოგვახვიეს თავს და ამას შეიძლება დაუპირისპირო ხოლმე განათლებით და რას მიკეთებდა აი ეს ოპოზიცია 12 წელი 10 წელიწადში აი ეს მოძრაობა რო აღნიშნე ამერიკული ხო ესე იგი აი მაგ მოძრაობამ ამერიკულმა ესე იგი ჩაუტა უგვა მოძრაობას ქვია დაიმახსოვრეთ ჩაწერეთ და წაიკითხეთ ხო ესე იგი ერთ წელიწადში თუ მთელი ამერიკა მოიცვა 12 წელიწადში ერთი ბეწო საქართველოს ვერ მოუვლიდით როგორ ფიქრობთ თუ თქვენ გონიათ აი ამ ჩათლახებივით რომ დეგენერატია ქართველი სრული არა 500 სიტყვიანია და ცოდო მეტი კი არაფერი და თქვენ გონიათ არ უნდა განათლება იცით როგორ ეპიტნავება განათლება და როგორი ეს არის რა ქვია როგორი სურვილი აქვს რომ გაიგოს რაღაც ახალი და ისა ძალიანაც მაგრად და აი ეს თქვენ რო აი ის რასაც თქვენ ფულს იღებთ ხო ხარ პარტია და რაღაცა და ხო გაქვთ ფინანსები რაღაცა ხო შესაძლებლობები სპონსორების შოვნის იმის ამის ამაზე გემუშავოთ და ჩაგედოთ ფული რომ გაგიკეთებინათ, აგემოძრავებინათ ეს ყველაფერი, რაღაც აი ესე ქსელად დაგექსელათ საქართველოს და გაგეშვათ ვიღაცები, რომ აი ყოველ თვე მაინც თქვა 3 დღით, 4 დღით შეკრიბოს, ელაპარაკოთ, მოუყვეს, როგორ ხდებოდა ეს მოძრაობა? ეგენი მართავდნენ კონცერტებს, სპექტაკლებს, თეატრი შექონდათ, პოეზია, გაზეთებს უკითხავდნენ, ამაშო იმას ოღონდ ეს ამას არ ჭირდება რაღაცა დიდი ფილმი, ამას ჭირდება გზნებარება და გული. მეტი არაფერი. და აი ეს გზნებარება და გული იძლევა სწორედ იმას, რომ შენ შეგიძლია გადასცე ეს მოძრაობა ვიღაცას. ის გზნებარება და გული არის იმ ცივილიზაციის პულსი.
იმ ცივილიზაციის აი ნამდვილი დინამიკა, აი ამ გზნებარებაში შენ რო გინდა რომ სინათლე შემოუტანო ხალხს და არა საბჭოთა კავშირის სიბნელე და რუსეთის twinda ყურდაფსობილობა და twindაფსობილობა, აი ეგ არის სწორედ ის, რასაც ქვია განათლება და ეს ყველაფრით შეიძლება შემოიტანო, ყველაფერი. და გინდა პატარა სპექტაკლი დაუდგა, გინდა ლექცია წაუკითხო, გინდა პოეტები ჩავიდნენ და წაიკითხონ, რატო არ უნდა იაროს მწერალმა, პოეტმა, რატო არ უნდა იაროს საქართველოში და ეს ყველაფერი წაუკითხოს, უთხრას, გამოთქვას, რატო? გამიგე და ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველა, ვინ უნდა ეს მოძრაობა ააგოროს, აი მაგათმა ოპოზიციამ უნდა ააგოროს ეს მოძრაობა და მაშინ ხალხი დაიწყებს დაჯერებას, რომ შენ ხალხისთვის ხარ და არა მთავრობაში მოხვედრისთვის იბრძვი. რაც არ უნდა ენა გაიტლიკო და ისტერიკები მოაწყო და ხმამაღლა ილაპარაკო, როგორც გია გაუმარი ჯოს, საქართველოს გაუმარი ჯოს, ეს კიდე კაი ეს მაინც გადავარდა ეს კრეტინიზმი, ხო? ესე იგი, აი რაც არ უნდა ეგ გააკეთო, ეგ არ შველის სხვა რამე. შველის ის, რომ შენ ჩადო ამაში გული აი მაგისი, რომ შენ თვითონ გწამს, შენ თვითონ აი რაღაცა აალებული ხარ, აი გიყვარს ეს ცივილიზაცია, მოგწონს, გესმის და აი ეს გული აჩუქო ხალხს, რომ შენ გინდა რომ მიიერთო ეგენი. ის კი არა რომ შენ დაპირდე ყურძენი და რაღაც 2 კილოს მეც ვიყიდი თუ უფულო თუ ამას მოგდე რაც ივანიშვილო დაბოდიალობდა და რაღაცა და ბენზინი გექნება და 2 ლარით ნაკლები ეღირება რაც აი უტვინო სიშტერებს და სემიჩკების რაღაცა იმებს არიგებდა ეგ კი არა აი გული უნდა აჩვენო რომ შენ გული გერჩის რომ ეს ხალხი გინდა გადაიყვანო და აჩვენო რა არის აი ესეთი სინათლე შემოქმედების რაღაცა აი შრომის ისეთის რომელსაც მოაქვს ამხელა შედეგი აი რაც აგიწერეთ ხო როგორც ცხოვრობს ვიღაცა მუშა კაცო გერმანიაში ხო ესე იგი აი გამიგეთ რომ აჩვენო რომ აი ეს მოაქვს აი შემოქმედებას აი გაბრძოლებას აი ამ უზარმაზარ სურვილს რომ შენ დაძრა ადამიანში ჰუმანიზმი არის ის რომ ჩვენ გვინდა რომ ვიცხოვროთ ღირსეულად და ეს სიტყვა გვესმის ისე კი არა როგორც ესენი რო ცდილობენ რომ ღირსეული მოუტანონ ქართველებს არა ღირსეული არის აი ეს დიდი მსხვერპლი რაღაცა უფრო მეტისთვის და უფრო იმისთვის რაც არ ვიცით რა არის აი ეს არის ნამდვილი მსხვერპლი და ეგ უნდა ლიბერალიზმს ესე იგი იქითკენ წაიყვანოს ქვეყანა და სამყარო რომ სულ უცხო ქვეყანა და უცხო ტერიტორიები და უცხო სივრცეები გახსნას აი როგორც რაღაცა კოლუმბა აღმოაჩინა რაღაცა და ეთქვა და უზარმაზარი ცივილიზაცია შეიქმნა უზარმაზარი ხო წამყვანი აი რაღაცა ის ცივილიზაცია იქ გაიფურჩქნა დასავლური ხო აი ეს არის ეს კოლუმბივი და ეს აღმოჩენები სულ წინსვლები რა თქვენ გონიათ იმ 500 სიტყვას არ უნდა თავისი ბავშვი რა აი ამ ნაკადში და ეს დინამიკაში მოხდეს უნდა ძალიან უნდა ოღონდ ვერ ხედავს ამას ვინ მისცემს ამის გარანტიებს და ვინ დაეხმარება ამაში. აი ამაში არის საქმე. და ის ოცნება და ის ივანიშვილი ისინი ეუბნებიან შენ აი ეს შენ ოჯახში რომ ჩაჯდები მე შენ აი ამას მოგიწყობ რა რომ შენ ცხელი ხაჭაპური გექნება. გაიგე და მე აწი ეს ჭიქა ხელში და ილოდე საქართველოს გაუმარჯოს თქვი და ლამაზად კიდე დააყოლე რაღაც ვიღაც ვაჟას რაღაცა ლექსები და აკაკის რაღაც გამოთქმები და კიდე ილიად სადმე მიიხმარო. ესე იგი აი ეს ამას თავაზობენ იმას კი არა რომ რაღაცა გაიბრძოლოს გაიგე დიდი აი სოფხედვისთვის ახალი სოფხედვა გაუხსნას აი ეს არის და აი ეს მოძრაობა ეს რაც ამერიკაში მოხდა ესე იგი ამ 19 საუკუნის მეორე ნახევარში არა ეს არის უმაგრესი მაგალითი აი ამ გზნებარების იმისი რომ შესაძლებელია და რომ შესაძლებელი კი არა უზარმაზარი შედეგი მოაქვს აი გეუბნებით კიდევ ერთხელ ქვია ჩაუტაუგვას მოძრაობა საგანმანათლებლო ამერიკაში და მისი შედეგები და წაიკითხეთ ესე იგი რამხელა და რანაირი ძლიერი და ეხლა რომ ეს რო არის ეს ონლაინ სკოლები აი ეს ეხლა რო არის ტედი რო არის ხო იქ ლექციები ეს ყველაფერი აი მაგის ანარეკლია ესე იგი მანდედან არის ეს ყველაფერი წამოსული აი ამ ხელა მოძრაობისგან
ეგეთი მოძრაობები ყოველ წუთში სადღაცა ჩნდება, მაგრამ აი მგზნებარების ფორმა რო აკლია, თქვათ არა, მე აი არიჩენს თავს. ეხლა მაგალითად ეს რო საქართველოში დაიძრას, ხო? მხოლოდ ეგ არის ნამდვილი გარანტია იმის, რომ რაღაცა მოხდება. რატო იცით ხალხო? აი 10 კაცი რო გესწრება და თქვათ ამ 10 კაციდან აი 6 არის შტერი რა. აი ეს ნახევარი არ ესმის რაზეა ლაპარაკი. რაღაცა ვიღაცა არის და აგრესიულია ორი თქვა და იქით რაღაცას გიტრაკებს. ერთიც რო იყოს ვიღაცა, ვისაც თქვათ მოხვდება და მართლა რაღაცას მიხვდება და მართლა რაღაცას დაუნთებს შეგნით პატარა იმას ნაპერწკალს, ხო? ის ერთი ყოველთვის ყველაზე ნიჭიერია აი ამ 10-ში. და შენ მე მოდიხარ უკან და თქვათ 2 კვირის შემდეგ ჩახვა კიდე, ის 2 კვირა ის ერთი კაცი ამაზე მუშაობს. იმიტომ რომ იმას ესე იგი თან ეგო აქვს თავის რომ უნდა რომ დაამტკიცოს რომ სწორია და სისწორე უყვარს ადამიანს და ჭეშმარიტება, ის იწყებს მუშაობს და ესე იგი ინტელექტი აუცილებლად უგებს ყველა ბრძოლას აი ამ იმას სიშტერეს რა, უგებს ბრძოლას. და ამიტომ ესე იგი იწყებენ პატივისცემას. და ესე იგი ნელ-ნელ რო ჩამოხვა 2 კვირის შემდეგ ისევ ახალი ლექციით სიტყვაზე რა, უკვე ხდება სხვანაირი კომბინაცია ამათიკაცის რა, უფრო გახსნილი, უფრო ყურადღებით, უკვე მეტ კითხვას გისვავენ და აი ესე გორდება ნელ-ნელა საქმე. 12 წლის განმავლობაში ნამდვილად გეუბნებით, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა და არა ჯოს ძახილი მარტო. და არიქა შეუტევთ ახლა იმას, ავიღებთ და რა გამოვა. აგერ სააკაშვილმა სასწაულად დაიწყო, წარმოუდგენელი რაღაცეები გააკეთა, წარმოუდგენელი, просто პირველი 4 წელი რაც მაგან ჩაიდინა, მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა მართებულად სრულიად. რაც გააკეთა, ხო? ხო ხედავთ რაში გადაეზარდა, ხო? კლანურ რაღაცა იმაში ვერ გაუძლო და იფიქრა ესე შევინარჩუნებ და ესე არ იყო, ხო? რაღაცა. ესე აი ეგ რო არ მოხდეს, ჩვენ გვჭირდება სულ მოძრაობაში ყოფნა, სულ ახალი სახე, ახალი ხალხი, ვინ არის და რამას როგორ გააკეთებ? განათლება თუ არა განათლებული ხალხი არ თავს ვერ გააკეთებ. კარგი იქნება ეგოცენტრიკები რა, როგორც არის ივანიშვილი, ეგოცენტრიკი რა, ეგეთი და მოგეთ დაიცვა რაღაც ადგილზე მთელი საქართველო რა. მოკლედ აი კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ჩაუტაუგვა ქვია მოძრაობას. ჩაწერეთ და ნახეთ. და ამას გეუბნებით თუ ვინმე მისმენს ოპოზიციონერები რო ხართ ვიღაცა აი წაიკითხეთ მაგის შესახებ და ნახეთ რა ჩაიდინა ორი კაცის ინიციატივა, 2 კაცის და ეგ მოგვაგებინებს არჩევნებსაც და საერთოდ საზოგადოებას ესე იგი შეცვლის იქნება მიმართული რაღაცაზე რაც გადახსნილობასთან არის კავშირში და არა ჩაკეტილობასთან და სიბეცესთან და რაც შეიძლება მეტი კანონი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დათრგუნვა. აი რაც დღეს ხდება ჩვენთან. აბა კარგად იყავით და იმედია რომ რამე გამოვთქვი და რამე თქვენს აიგეთ ამ ჩემი გამოთქმულიდან.